ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ საფუძველი ჩაუყარა ახალ პროექტს სახელწოდებით მობილური ბიბლიოთეკა. საქართველოს მასშტაბით ზუგდიდის ბიბლიოთეკა პირველი აღმოჩნდა, რომელმაც ეს პროექტი განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავს მკითხველებთან ვიზიტებს ქალაქისგან მოშორებულ ტერიტორიებზე. მობილური ბიბლიოთეკა ითვალისწინებს მოზარდებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივებას, თავისუფალი დროის მიზანმიმართულად გამოყენებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ბიბლიოთეკა აღნიშნულ პროექტს ახორციელებს შიდა რესურსების გამოყენებით და ამ ეტაპზე მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზეა გასვლები დაგეგმილი. ჯერჯერობით ასეთი 3 ადგილი შევარჩიეთ, უკვე გქონდა ერთი გასვლა, ბიბლიომობილი ცოტა ფუფუნდებაა ბიბლიოთეკისგან, მე საქართველოში არ მგონია ვინმე სყავდეს ბიბლიომობილი ტექნიკურად აღჭურვილი, მაგრამ რაღაცა დაქირავებული მანქანი ზოგჯერ ნათხოვით, სხვის დახმარებით, მგონი შევძლებთ ამის ორგანიზებას. ეს არის მეორე გასვლა დღეს. პირველმა გვიჩვენა, პირველი იყო ერისთავის ქუჩაზე, გვიჩვენა ის, რომ ძალიან საინტერესო იყო, 17 მკითხველი გაერთიანდა იმ დღეს გაწევრიანდა ბიბლიოთეკაში და ვფიქრობთ, რომ ეს ზაფხული ორგანიზება გავუკეთოთ თვეში ორჯერ ამ უბნებში სამუბანზე გასვლას და შემდეგისთვის ალბათ თვეში ერთხელ როცა სკოლა დაიწყება უკვე თვეში ერთხელ გავაკეთებთ ორგანიზებას. მობილური ბიბლიოთეკის პირველი გასვლა განხორციელდა ერისთავის ქუჩაზე, მეორე კი ფაიფურის დასახლებაში. პროექტით დაინტერესება ყველა ასაკის ადამიანმა გამოხატა, განსაკუთრებით კი მოზარდები დაინტერესდნენ. მე ავირჩია დიდი აღმოჩენები და ძალიან მიყვარს კითხვა. სახლში მაქვს ცალკე ოთახი და კითხულობა. მე ავირჩიე სასკოლო ბიბლიოთეკა. ქართულ წმინდათა ცხოვრებანი. მე ძალიან მომეწონა, რომ სახლში მომიტანეს წიგნები. მე ავირჩიე ვაჟა-ფშაველა და არჩილ სულაკაური. მე ძალიან მომეწონა, რომ ეს წიგნები სახლში მომიტანეს. ძალიან მომეწონა სახლში რომ მომიტანეს წიგნები. პროექტის ფარგლებში მკითხველებს ჩაუტარდათ საუბარი ბიბლიოთეკის ელექტრონულ სერვისებზე. ლეპტოპის საშუალებით ნაჩვენები იქნა ბიბლიოთეკის ვებგვერდი, ბლოგები და სხვა სოციალური ქსელები. მოხდა მკითხველის კატალოგით სარგებლობის დემონსტრირება.